მუშაობას ეროვნულ დემოკრატიულმა ინსტიტუტმა საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. კვლევა მაჩვენა, რომ გამოკითხულთა 75% მხარს საქართველოს ევროკავშირში გაერთიანებას უჭერს, 16% კი ევრაზიის კავშირში შესვლის მომხრეა. ასევე გამოკითხულთა 50% თვლის, რომ რუსეთის საფრთხეს წარმოადგენს. აღნიშნული მაჩვენებელი გასულ წელთან შედარებით 36%-აა გაზრდილი. NDI-მ კვლევა 26 მარტიდან 18 აპრილამდე საქართველოს 12 თვითმმართველ ქალაქში ჩაატარა პრეზენტაციას. ჩვენი ჟურნალისტი ნატა ქაჯაია რომელიც დეტალებს თავად მოგუყვება ნატა გისმენთ. NDI-ის კვლევების მიხედვით ეროვნული მნიშვნელობის საკითხად მოსახლეობის უმეტესობა ასახელებს სამუშაო ადგილების პრობლემას, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას და სიღარიბის დაძლევას. მოსახლეობის უმეტესობა ფიქრობს, რომ ქვეყანაში მთავარი პრობლემა არის ფასების ზრდა და ინფლაცია, ასევე რუსეთთან ურთიერთობების დარეგულირება. გარდა ამისა, მოსახლეობის უმეტესობა მიიჩნევს, რომ 2012 წლის შემდეგ ქვეყანაში კრიმინალის დონე გაზრდილია. კიდევ ერთი 2012 წლის არჩევნების შემდეგ გამოკითხული მოქალაქეების ნაწილი ამბობს, რომ ქვეყანაში გაუმჯობესდა სამედიცინო მომსახურების მიღება, ასევე პენსიების გაცემა და სიტყვის თავისუფლება. ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების მიხედვით გამოკითხულთა უმრავლესობა ფიქრობს, რომ საქართველოს სწორი მიმართულებით ვითარდება. NDI-ის კვლევებით 72%-ს მიაჩნია, რომ საქართველოში დაცული უნდა იყოს როგორც ეთნიკური, ასევე სექსუალური უმცირესობების უფლებები და ეს მონაცემი გაზრდილია წინა კვლევებთან შედარებით. საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებით ირკვევა, რომ ნაციონალური მოძრაობა რომ იყოს ხელისუფლების სათავეში, 22% ფიქრობს, რომ ისინი მოაგვარებდნენ ქვეყანაში არსებულ პრობლემებს, ხოლო არასაპარლამენტო ოპოზიციის ნდობა მოსახლეობის მხოლოდ 16%-ს გააჩნია. 72%-ს არ მოსწონს ის ფაქტი, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლების გადაწყვეტილებების მიმღებ პირად რჩება. კიდევ საინტერესო ფაქტია ისიც, რომ 59%-ს მიაჩნია, რომ ყოფილი ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირების მიმართ დაწყებული სისხლის სამართლებრივი დევნა განპირობებულია იმ ფაქტით, რომ ყველა ადამიანმა უნდა ააგოს პასუხი იმ ქმედებებზე და იმ დანაშაულებებზე, რომელიც ჩადენილი იყო გასულ წლებში. მოსახლეობის 62% იცნობს არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მომზადებულ და დაწყებულ კამპანიას, რომელიც ფარულ მოსმენებთან დაკავშირებითაა დაწყებული. ისინი ფიქრობენ, რომ საქართველოში არ უნდა იყოს ფარული მიყურადება. NDI-ის კვლევებით ირკვევა, რომ მოსახლეობის უმეტესობა ახალ ამბებს იგებს ტელევიზიით, მეორე ადგილას არის ინტერნეტი, მესამე Facebook-ი. როგორც გამოკითხულთა 46% აცხადებს, რუსთავი 2 არის ტელეკომპანია, რომელიც ნაციონალური მოძრაობის ინტერესებს გამოხატავს, ხოლო მაესტრო ეს არის არხი, 32% ფიქრობს, რომ ეს არხი ემსახურება მმართველი პარტიის ინტერესებს. თქვენ ახლა შეგიძლიათ მოისმინოთ ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის ხელმძღვანელის ლუის ნავაროს განცხადება. გამოკითხვის შედეგების მიხედვით მოსახლეობის უმრავლესობისთვის უმთავრეს პრობლემად სამუშაო ადგილების არარსებობა, არახელმისაწვდომი სამედიცინო მომსახურება და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხი რჩება. გამოკითხულთა უმრავლესობა რუსეთს რეალურ საფრთხეთ აღიქვამს და წინა კვლევებთან შედარებით ეს მაჩვენებელი გაზრდილია. საქართველოს მოსახლეობის ნაწილს არ მოსწონს ქვეყნის ურთიერთობა რუსეთთან, რაც სავარაუდოდ ყირიმში მიმდინარე მოვლენებით არის გამოწვეული. თუმცა მოსახლეობა საქართველოსა და რუსეთს შორის დიალოგის რეჟიმის მომხრეა. საქართველოს მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვანია ანგარიშვალდებულების საკითხიც. მოსახლეობის დიდი ნაწილს არ მოსწონს, რომ ივანიშვილი კვლავ რჩება ხელისუფლებისთვის გადაწყვეტილების მიმღებ ძალად. გამოკითხულთა უმრავლესობის აზრით კოალიცია ქართული ოცნება ერთ-ერთი ძალა, რომელიც მოსახლეობისთვის მნიშვნელოვან ცვლილებებს განახორციელებს. რაც შეეხება ტელევიზიას, იგი კვლავ რჩება ინფორმაციის მიღების პირველ წყაროდ. ეროვნულ დემოკრატიულმა ინსტიტუტმა საზოგადოებრივი აზრის კვლევა 12 თვითმმართველ ქალაქში ჩაატარა და გამოკითხულია 4000-მდე მოქალაქე. მადლობა ნატა.